ერთად ვნახოთ რა გამოვიწერეთ თემუდან. ქორწილს გეგმავთ კვიპროსში, ამიტომ მჭირდებოდა ამ დღის გასალამაზებლად 1000 წვრილმანი. ახლა გავხსნათ და ვნახოთ. ამოვალა გერო უცბად გაჩვენოთ ყველაფერი. პირველი გვაქვს ესეთი guestbook-ი, ანუ სტუმრების წიგნი, სადაც ჩვენი სტუმრები ჩაწერენ თავიანთ სურვილებს, რჩევებს, არ ვიცი, ნებისმიერ რაღაცას, რაც მოუვათ თავში. ასევე გამოვიწერე ესეთი ოქროსფერი სამცალი კალამი და ეს არის ესე ვთქვათ მისანიშნებლად წერია აქ, რომ please take a note. ძალიან საყვარელობა გამოვა ჩემი აზრით. ესეთი ვარიანტი არის, დამცავი ქაღალდი აქვს დაკრული და მოდი ამას ცოტა მერე მოვაშორებ მაშინ. გავხსნათ ეს კალამიც, ვნახოთ. გამოიყურება ესე. საკმაოდ დაბალი ხარისხის კალამია, მაგრამ არა უშავს. თავარია ერთი დღე შეასრულოს თავის საქმე. მოდი ესეც გავხსნათ როგორი არის. ასებზე არ ვიტყვი არაფერს, მართლა ძალიან იაფი იყო ეს ყველაფერი. ვაი. ეს რაღაცები მოყვა. ალბათ გასაფორმებლად, არ ვიცი. აი ესეთი ძალიან ორიგინალური იდეა არის. ჩვეულებრივი ფურცლებია აქ თაბახის სადამ. თუ აპირებთ ქორწილს, guestbook-ი აუცილებლად ჩემი რჩევაა, რომ შეიძინოთ. ასევე გამოვიწერე ყველაზე საჭირო ნივთი, რაც კვიპროსში გამოგვადგება, ეს არის მარაოები. უამრავი მარაო გამოვიწერე. და დიდხანს ვფიქრობდი თუ როგორი მარაო უნდა შემეკვეთა. აქ აქვს ესეთი ჩამკეტი. ამას გავხსნით. და მერე აი აქ შევკრავთ ისევ. და აურა კარგია. ღმერთო რა კარგია. და მგონია რომ სურათებში იქნება ულამაზესი. და ძალიან კმაყოფილი ვარ. და საბოლოოდ ამ მარაოებზე ჩამოვყარებდით. თან პატარა არის, კომპაქტური არის. შევკვეთეთ თუ არ ვწდები 50. ამიტომ რომ მარაოს გარეშე მან გაჩერება ცოტა რთული იქნება და შუა დღეს ეს რა არის, არ ვიცი ნამდვილად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა სხვათა შორის. ეს არის რეალურად ქაღალდების დასტა. ეს აქ შუაში იკეცება და რო გადაიკეცება სახელდაგვარს დავწერ და თითოეულ მაგიდაზე შესაბამის ადგილას დავდებ, რომ სტუმრები მიხვდნენ თუ სადმო დასხდნენ. ასევე გამოწერილი მაქვს მაგიდის ნომრებიც, ამიტომ მაგასაც გაჩვენებ. ეხლა გავხსენი აი ეს ყუთი და მინდა რომ ამოვიღო თქვენთან ერთად. ქოლგა მზის ასარიდებლად და ესეთი საყვარელობა